Ambassador Hafstrom. Thank you very much. It's been უკვე შეგვიძლია ვთქვათ 6 თვეა, რაც შვედეთი ნატოს წევრია. როგორი გამოცდილებაა ეს? ვინაიდან თქვენს ქვეყანას აქვს ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის პოლიტიკის 2 საუკუნეზე მეტხნიანი ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია. როგორია ახლა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ როცა შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის მაისში გამოხატეს ალიანსში გაწევრიანების სურვილი, ზოგიერთი ადამიანი და ჩვენი აუდიტორის ნაწილი შესაძლოა ფიქრობდა, რომ ეს იყო უცაბედი გადაწყვეტილება, რაც გამოიწვია დიდწილად ან და შესაძლოა მხოლოდაც რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში. ამ შეკითხვას გისვამთ აგრეთვე იმიტომ, რომ ზოგიერთი აქტორი და მნიშვნელოვანწილად გარე აქტორები ათამაშებენ საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად ქცევის საკითხს. დაკავშირებენ ამას საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასთან, რომ ეს საქართველოსთვის მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს არ არის მთავარი თემა, მაგრამ ის იხილება და ვუსმენ ხოლმე. მსჯელობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზეა ხოლმე YouTube-ზე. Those kinds of discussions. Many of them are in Russian language also on YouTube. First of all, we have never been neutral. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არასდროს ყოფილვართ ნეიტრალურები. ჩვენ გვქონდა სამხედრო მიუმხრობლობა 200 წლის განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა რუსეთის საბჭოთა კავშირი იყო და მოგვიანებით პუტინის პრეზიდენტობის პირობებში რუსეთი გახდა უფრო აგრესიული, რომ ისინი არ იცავენ ადამიანის უფლებებს, არ იცავენ საერთაშორისო სტანდარტებს, არ სცემენ პატივს ნეიტრალურ ქვეყნებს. ისინი ამას არად დაგიდევენ. მათთვის ძალაუფლებაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც იყო, რომ მაშინვე იმავე ღამით 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა რაღაც. ჩვენ შვედეთში ძალიან დაყოფილი პარლამენტი გვყავდა. მთავრობას მანამდე გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნატოს არც კი უნდა მივახლოვებოდით. თანამშრომლობა კი, მაგრამ არანაირი გაწევრიანება. თუმცა სრულიად უცაბედად ეს მიდგომა შეიცვალა. კიდევ უფრო მეტად ფინეთისთვის. შვედეთსა და ფინეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ. მაშინ ფინეთის პრეზიდენტი იყო საული ნიინისტო და ვიტყოდი, რომ ის იყო რეალური წინამძღოლი. სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ ხანგრძლივი მსჯელობა. შეთანხმდნენ და თქვეს, რომ დიახ, ვაკეთებთ გაწევრიანებაზე განაცხადს. ამის შემდეგ იყო სამთავრობო ცვლილება და მოვიდა კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და მან მოითხოვა მაპი და ძალიან ახლო ურთიერთობები. ასე რომ ჩემი აზრი ნეიტრალიტეტზე როცა მეკითხებით არის, არ იფიქროთ, რომ თქვენი ქვეყნის გარეთ მყოფი აგრესორები ამას ანგარიშს უწევენ. მათ ეს უბრალოდ არ ადარდებთ. ამიტომაც ვართ ახლა ნატოს წევრები, რაც გვიქმნის უსაფრთხოებას. და ნატოს კი უფრო მეტი წევრები ყავს ჩრდილოეთ ევროპაში: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია და ისლანდია. Membership in the whole of Northern Europe, Finland, Sweden, Norway, Denmark and Iceland. I think the very important issue is how Sweden ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის თუ როგორ გამოიყენა შვედეთმა თავისი სამხედრო მიუმხრობლობა. სუსტი ვიქნები, რადგან უფრო იოლია და მიჩვეული ვარ ნეიტრალიტეტის თქმას. ეს მიდგომა სამხედრო მიუმხრობლობის, ეს პოლიტიკა საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად. როგორ გამოიყენეთ დრო, ვიდრე ალიანსში გაწევრიანდებოდით. How had you used time before joining alliance? Yeah. As I said, after the Second World War, until we became members of the European მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვიდრე ევროკავშირის წევრები გავხდებოდით 1995-ში, ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით მიუმხრობლები ვიყავით. ის დრო ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი მინიმუმ 4%-ის ხარჯვით თავდაცვისთვის, ეს ძალიან ბევრია. 1953-54-ში ჩვენ გქონდა მსოფლიოში უძლიერესი საჰაერო ძალები ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობასთან მიმართებით. გვყავდა აგრეთვე შესანიშნავი საზღვაო ძალები და შესანიშნავი შეიარაღებული ძალები. შემდეგ ამ რიცხვა იკლო, ვინაიდან ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ომები აღარ იქნებოდა. ახლა ეს შეიცვალა და ჩვენ კვლავ ზრდით თავდაცვის ხარჯებს. ხარჯავთ 2%-ზე მეტს, რომელიც გაიზრდება სავარაუდოდ 2.5%-მდე და შემდეგ 3%-მდე. ეს აღარ არის საშინაო პოლიტიკის საკითხი შვედეთში, ვინაიდან ვიცით რას ნიშნავს აგრესორის ყოლა ჩვენს პერიფერიაზე. თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი შემდეგ წავა ბალტიის 3 რესპუბლიკის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვისკენ. ის წავა ფინეთის წინააღმდეგ, წავა შვედეთის წინააღმდეგ. ამრიგად ეს არის ალბათ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საშინაო უსაფრთხოების პოლიტიკა. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად დღეს. შეუძლებელი იყო შვედეთის პარლამენტს მხარდაჭერა გამოეთქვა შვედური სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე. ახლა ეს საკითხი მოხსნილია, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა.
ხედავთ, რომ უკრაინას სურს ევროკავშირთან დაახლოება. ხედავთ, უკრაინას სურს ნატოსთან დაახლოება და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. 2 წელიწადში მთავრობაც რომ შეიცვალოს, არ შეიცვლება ეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. And it won't be, even if we change government in 2 years' time, it won't be any change when it's come to this support. And also you see, and you have this very და თქვენ როგორც ქვეყანას, აგრეთვე გაქვთ ძალიან ცოცხალი განცდა უკრაინის ომისა. აღნიშნეთ, რომ თებერვლის იმ ღამემ ყველაფერი შეცვალა, დამოკიდებულება მთლიანად. თვლით, რომ საკმარისად რეალისტური აღქმა და განცდა არსებობს უკრაინის ომისა ფრონტის ხაზისა ევროპაში, ევროკავშირში და აგრეთვე ალიანსში. also in the alliance. The session I was through just before coming here, I was ამ ინტერვიუზე მოსვლამდე სხდომაში ვმონაწილეობდი. ჩემი პოლონელი კოლეგის გვერდით ვიჯექი. ისინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეც ხარჯავენ, რაც დიდი თანხაა ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორც პოლონეთია. I think that, I mean, პოლონელები არ მიგულისხმიან. no, but anyway, დიახ, მაგრამ განაპირა ხაზის ქვეყნებია იგივე: ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები. ისინი ყველანი ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტებს. თავიანთი უსაფრთხოებისთვის და ასევე უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ჩვენი მთავრობა ახლა ეუბნება თავდაცვის ხელმძღვანელობას. სცადეთ უკრაინაში ჩასვლა. იქ შვედური თავდაცვითი ინდუსტრიის შეტანა. იქ აწარმოეთ. ვფიქრობ, ეს დიდად დაგვეხმარებოდა. ბევრი რამ ხდება. ვაშინგტონის სამიტზე იყო 2 მნიშვნელოვანი საკითხი, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ იქ ომია, მაგრამ შეიძლება დაეხმარო მას. ხიდები გადო მოიწვია უკრაინის ელჩი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა შეხვედრაზე. ვისბადენში არის ნატოს სარდლობა, რომ დაეხმაროს უკრაინას. ესეც ვაშინგტონის შეხვედრის შედეგია. უამრავი რამ ხდება, მაგრამ ეს მოქმედება არ არის იმდენად სწრაფი, როცა ყავს 32 ქვეყანა. თუმცა მიმაჩნია პროცესის სწორი მიმართულებით მიდის. but I think it's going in the right direction. But still it's linked to the ending. და ეს არის დაკავშირებული ომის დასრულებასთან და უკრაინის გამარჯვებით დასრულებასთან. ვცდილობ გავიგო, არის თუ არა ალიანსში მკაფიო ომის როგორი დასასრული იქნებოდა შესაბამისი ნატოში უკრაინის გასაწევრიანებლად. Ukraine's membership. Yeah. Final membership. Yeah. Of course, this is a question for this. ცხადია, ეს არის შეკითხვა უკრაინის ხალხისთვის. You think ასე so? ფიქრობთ? I mean, Finally, you know, they have to say in the end of the day. იცით, საბოლოოდ მათ უნდა თქვან და სხვა არავინ. ამ გზით მივდივართ თუ იმ გზით მივდივართ. ჩვენ ვართ სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები. ამაზე გადაწყვეტილება ეკუთვნის ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს. უამრავი ადამიანი სვამს შეკითხვას, როგორ დასრულდება ეს ომი? აქვს ვინმეს პასუხი. ერთადერთი პასუხი, რომელიც მე მაქვს, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ პუტინი. თუ კი ჩვენ არ დავამარცხებთ პუტინს, ისწავა სხვა, ახლომდებარე ქვეყნების წინააღმდეგაც. ეს არის უმნიშვნელოვანესი. როგორ უნდა მოხდეს ეს? ამის თაობაზე ახლა დიდი დისკუსია და დაგეგმვა მიმდინარეობს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ეს: პუტინის მოცილება, მისი რეჟიმის მოცილება, კრემლის მენტალიტეტის ცვლილება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. For the best of all our security. Are there, how to say, more than one scenario? Yeah. Is განიხილება თუ არა ერთზე მეტი სცენარი ნატოში უკრაინის გაწევრიანებისა. თუ ერთი და მკაფიო სცენარიც არ არსებობს, როგორ ხდება ეს? ვინაიდან თქვენი მიდგომა სრულიად გასაგებია. პუტინის დამარცხება, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს. True. it's not something there is a consent No, total. nothing. For me, that's the end of the. ჩემთვის ამ ამბის დასასრული არის პუტინის დამარცხება. უკრაინის ნატოში გაწევრიანების სხვა ელემენტია ის, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება თეთრ სახლში ნოემბრის არჩევნების შემდეგ. ბევრს ვკითხულობ იმაზე, რას ამბობენ ისინი, რას ამბობს ტრამპი, რას ამბობს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამ საკითხზე. და კონფერენციაზეც თქვი, რომ თეთრ სახლში ტრამპის მოსვლის შემთხვევაში უკრაინისთვის იქნება 5 დაკარგული წელიწადი ნატოში გაწევრიანების პროცესში. ვინაიდან ის არ აპირებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. ვფიქრობ, ის გაზრდის ურთიერთობას პუტინთან, მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს ზუსტად იგივე ხედვა იმაზე, თუ რას გააკეთებენ უკრაინაში. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი სცენარია. უსმინე, რა თქვა, კამალა ჰარისმა კანდიდატობაზე თანხმობის გამოსვლაში. ძალიან კარგი სიტყვა იყო, ძირითადად საშინაო პოლიტიკაზე, უფრო ზოგადი ხასიათის იყო, ნაკლები დეტალებით, მაგრამ რაც თქვა უსაფრთხოებაზე, ნატოზე, უკრაინაზე, იყო აბსოლუტურად მკაფიო. ეს მაძლევს იმედს, რომ დემოკრატებმა შეიძლება გაიმარჯვონ ამერიკის არჩევნებში. The Democrats
can be the winner of the US election. Ambassador, you are a very experienced diplomat. ელჩა, თქვენ გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია პერსპექტივა იყოს ასეთი ბნელი? მესმის ყველანი ვადევნებ თვალს კანდიდატებისა და მათი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო რიტორიკას, რომ პერსპექტივა ასეთი ბნელი იქნება თუ კი ტრამპი გაიმარჯვებს არჩევნებში. Wins the elections. I think so. ასე მგონია. All this მიხვება ის თავის ყველა განცხადებას და მიდგომას, ასე შეიძლება მოხდეს. თქვენ იყავით შვედეთის ელჩი შეერთებულ შტატებში. Yeah. of Sweden to the US. Yeah, I think so because I ასე ვფიქრობ, რადგან მე ვნახე, ვინ მოიყვანა მან თეთრ სახლში, როცა 2016-ში პრეზიდენტი გახდა. უამრავი დემოკრატი, რომლებსაც ჩემი ელჩობისას ვიცნობდი, ყველა მათგანი გარეთ აღმოჩნდა. ისინი, ვინც 2025-ში შეიძლება მოვიდნენ, ალბათ სრულად ახლები იქნებიან. ჩვენ მათი სახელებიც კი არ ვიცით. და ისინი შეცვლიან მის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის დღის წესრიგს. ასე რომ ვფიქრობ, უნდა მიხვიდეთ, შეხვდეთ და მოусმინოთ, რასაც ისინი ამბობენ. მე ძალიან პესიმისტურად შევხედავდი იმას, რომ კარგი დრო მოვა ალიანსისთვის და ამერიკის მეგობრებისთვის. alliance and for our friends to the United States. You said for the alliance. Then my next question. ალიანსი ახსენეთ და ჩემი შემდეგი შეკითხვაც ამას ეხება. ჩვენ მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციაზე არ ვლაპარაკობთ. არამედ მთლიანად ალიანსის შესახებ, როგორც აღნიშნეთ. რამდენად სერიოზული შეიძლება ეს იყოს, თუ კი გაფართოების პერსპექტივაზეც კი არ ვლაპარაკობთ. If we don't even talk about the No, enlargement but perspective. the problem is that პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ ომს, რომელიც უკვე 2 წელიწად ნახევარია გრძელდება. რაც ნაკლები იქნება მხარდაჭერა ამერიკისგან, მეტად დამძიმდება ვითარება ომში მყოფი უკრაინელებისთვის. მათ სჭირდებათ მომარაგება საკვებით და ყველაფრით. ყველა ჩვენგანისგან. ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ნატოს მთლიანი რესურსის 80%-ს. 80% ძალიან ბევრია. თუ კი მას მოაცილებს, შედეგებსაც დაინახავ და თუ კი გაქვს ურთიერთობა მეორე მხარეს მყოფ ძლიერ კაცთან, როგორც ეს იყო, მან გვერდზე გაწია მულტინაციონალური ურთიერთობები. ყველაფერი, რასაც გაერო მისდევს. და ეს იყო უფრო მეტად ერთ-ერთზე ურთიერთობა ორ ძლიერ კაცს შორის. ეს არ არის, რაც გვჭირდება ევროპის და მსოფლიოსთვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში. for the coming 5 years. But the security of რატომ გეკითხებით ამას? უკეთესად რომ გავიგოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი. ობიექტურად, შეერთებული შტატების უსაფრთხოება არ იწყება და არ მთავრდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ამით ვცდილობ გარკვეული საფუძვლის შექმნას, არა იმდენად ოპტიმიზმისთვის, არამედ მომავლის პერსპექტივის შედარებით ნათელ ფერებში წარმოსადგენად. რატომ უნდა ანგრევდეს, გამოვიყენებ ამ სიტყვას, შეერთებული შტატები ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას? Europe on the European continent. ნატო აქვს თავარი საკითხია, ხო? Yeah. დიახ, Yeah. And you have to have the member states. ეს ხომ მინიმუმ არაპრაგმატულია. No, exactly. This is Yeah. not. But as the same thing. შესაძლებელია მე ძალიან ბნელ სურათს ვხატავ, მაგრამ ამავდროულად არჩევნები 5 ნოემბერს არის. ახლა ივლისის დასაწყისში ვაშინგტონის სამიტის წინ რომ სხდარიყავით აქ, ალბათ უფრო მეტად ვილაპარაკებდით ბაიდენის ჯანმრთელობაზე ვიდრე სხვა რამეზე. ახლა ეს უკვე ჩავლილია. ახლა სცენაზე ტრამპია უფროსი ასაკის. თქვენ ნახეთ რა მოხდა მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისი გახდა კანდიდატი. რეიტინგები მაღლა მიდის. მიმაჩნია, რომ ეს არის შემოbrunება პოლიტიკურ სცენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის იქნება შემდეგი პრეზიდენტი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას არასდროს ყოლია ქალი პრეზიდენტი. ანუ ეს არის ერთგვარი ჭერი, რომელიც მან უნდა დაამსხვრიოს. ჩემი აზრით, მას შეუძლია ამის გაკეთება. ის იყო ძალიან კარგი პროკურორი კალიფორნიაში, როგორც პოლიტიკოსი ის იყო კონგრესში, ის ვიცე-პრეზიდენტია 4 წელია და მან ზუსტად იცის, როგორ მუშაობს ადმინისტრაცია. და ვფიქრობ, მას ყავს ძალიან კარგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. კარგი კაცია, ნაწილობრივ შვედური წარმომავლობით. From the Swedish area in the United States, but I'm იმას გავს ქართველები რომ განვიხილავთ ხოლმე ამ თუ იმ ფიგურის ქართულ წარმომავლობას. I'm in that I'm in Yeah, more so you ასე რომ მე ოპტიმისტი ვარ ახლა, რომ არჩევნების შედეგი იქნება კარგი და ის კარგი იქნება ყველა ჩვენგანისთვის. საქართველოზე ვილაპარაკებთ თუ უკრაინაზე. We're not sitting here talking about Georgia or Ukraine or everything. Yeah, definitely. Yeah, we are all watching. Yeah. It's okay. მესმის აბსოლუტურად. დიახ, ყველანი ვადევნებ თვალს. ამასთან რესპუბლიკელთა კანდიდატ ტრამპის წარმატების პერსპექტივას
განიხილავს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ეს არ არის ახლა ჩვენი ინტერვიუს საგანი და აღარ შევალ დეტალებში. მას ასე ზოგადად რომ შევაფასოთ, გრძნობს თუ არა შვედეთი უფრო დაცულად თავს ნატოში გაწევრიანების შემდეგ, უფრო უსაფრთხოდ ვიდრე მანამდე გრძნობდა ამას თქვენი ქვეყანა. Safer than your country used to. Absolutely. Because now we are აბსოლუტურად, ვინაიდან ახლა ჩვენ ვართ ერთ აზრზე მყოფი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი. ეს მნიშვნელოვანია. შვედეთს ერთ ქვეყანას ნამდვილად არ შეუძლია სუპერძალის შეკავება, როგორც რუსეთია. თუმცა 32 ქვეყანა ერთად ყოფი მეზობელი ქვეყნები, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი და შვედეთი გაცილებით ძლიერები ვართ. უსაფრთხოება გაცილებით უკეთესად არის დაცული. როცა შვედეთს ყავს ერთ-ერთი უძლიერესი საჰაერო ძალები, ყავს წყალქვეშა გემები, რომლებიც არ აქვთ ფინეთსა და დანიას, ფინეთს ყავს ძალიან ძლიერი ჯარი, უამრავი ბრიგადით, რა თქმა უნდა ნორვეგია, თავისი ატლანტიკური კავშირებით, ვფიქრობ ყველანი გრძნობთ, რომ ძალიან კარგი რამ მოხდა. ამასთან რასაკვირველია, ამას აქვს თავისი შედეგები. ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ცვლილებების საჭიროება შეეხება ჩვენს ინფრასტრუქტურასაც. ეს შედეგები ეხება ჩვენს მიერ ადამიანების რეკრუტირებას ჩვენს არმიაში. როცა მე გავდიოდი სამხედრო სამსახურს, იმ დროს დაახლოებით 45,000 შვედი კაცი აკეთებდა ამას ყოველწლიურად. ახლა ეს რიცხვი 80,000-ია. ეს არაფერია. სულ 2 ბრიგადა გვყავს. ფინეთს ალბათ 10 ყავს. შვედეთი ახლა შეუყვა აღმართს. სერიოზული ხარჯები უნდა გავწიოთ. ფიქრობ ამაზე ახლა კონსენსუსი არსებობს. I think that is the consensus right now. And we Consensus. კონსენსუსი შვედეთში, ხო? დიახ, რომ ეს გავაკეთოთ და ეს კონსენსუსი გაგრძელდება. ასე რომ თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის, დიახ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, უფრო დაცულად გრძნობთ თავს და ამავდროულად ცხადია გაცილებით ფართო პრიზმაა. Not the full scale. რომ war. არა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ახლო მომავალში გაწევრიანდებოდა თუ არა შვედეთი ნატოში. not without. არა, ამის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ეს იყო გარდამტეხი საკითხი. Yeah, and my last ბოლო question შეკითხვა is about საქართველოს შვედეთის ურთიერთობებს ეხება. თქვენი სახელმწიფო მდივანიც ჩამოვიდა საქართველოში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მან ონლაინ მედია საშუალება net გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და ის ამბობს, რომ შვედეთი ერთ-ერთი მთავარი დონორია, თუმცა ბოლო ხანს შვედეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მხარდაჭერა საქართველოს სამთავრობო უწყებებისადმი და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო შვედურ დახმარებას მიმართავს უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოებისკენ. to an aid to the civil society due to the situation in the country. No, Diana Jansen, I know. დაიანა იანსენს კარგად ვიცნობ, ის სახელმწიფო მდივანია და ის იყო ჩვენი შესანიშნავი ელჩი აქ 5 წლის განმავლობაში. მან ძალიან ზუსტად იცის აქაური სიტუაცია. ცხადია, არსებობს ჩვენი იმედები, მჭიდრო ურთიერთობები, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს კრიტერიუმები დახმარების ბიუჯეტისთვის საპარლამენტო მხარდაჭერის მისაღებად. თუ კი თქვენი არჩევნების შედეგები უარყოფითი იქნება, კიდევ უფრო გართულდება თქვენი მხარდაჭერა. თუ უფრო მოსკოვისკენ გადაიხრებით ვიდრე ბრიუსელისკენ, შვედი პარლამენტარებისთვის პრობლემური იქნება თქვენი დახმარების მხარდაჭერა. ეს არის და ეს. იმეც ისმაძლევს, რომ ხედავ, ეს ახალგაზრდა თაობა როგორ არის განწყობილი დასავლეთისკენ. იმედია ისე არ მოიქცევიან, როგორც ინგლისში ბრექსიტის დროს მოხდა, როცა პენსიონერები მიდიან ხმის მისაცემად და ახალგაზრდები არა. ახალგაზრდები უნდა მოეშვან მხოლოდ განშას. უნდა მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და თქვან, დიახ, ჩვენს ბიულეტენს ვაგდებთ დასავლეთის ყუთში და არა რუსეთისაში. Our ticket in the Western box and not in the Russian box. That matters a lot. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. For the young generation, it matters a lot. დიახ, ძალიან It's easy for მნიშვნელოვანია. them to say. ახალგაზრდა თაობისთვის ადვილია თქვან რაღაც, მაგრამ ასევე არჩევნების დღეს არ უნდა წავიდნენ სხვაგან არსად და მივიდნენ საარჩევნო უბანზე. ამას შეუძლია ვითარების მთლიანად შეცვლა. Thank you, Ambassador. Thank you so Gvadlov much. Telcho. Thank you for all your questions.